ზეამაღლობელი საქმის არსებითი განხილვის მორიგი პროცესის ხდომაზე პროკურატურამ აღარ წარმოადგინა დამატებითი მოწმეები მოტივით, რომ ერთი და იგივე გარემოებებზე იდენტური ჩვენებების მიღება სასამართლოსთვის აღარ არის საინტერესო. დაცვის მხარის განცხადებით კი ბრალდება დაიღალა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით და თავიდან აიცილა მორიგი უხერხულობა. დღეს მოусმინეს სამედიცინო ექსპერტს, რომელმაც დაადასტურა, რომ ირაკლი დგებუაძეს არ აღენიშნებოდა დაზიანებები, მზეამაღლობელს კი ჰქონდა მარცხენა მხარზე სისხლს ჩაქცევები. პროკურატურის განცხადებით ამაღლობელმა დაზიანებები აქციის დროს ჭყლეტაში მიიღო და არა პოლიციელთა მხრიდანაც თავად ამაღლობელიც ადასტურებს. შემდეგი პროცესი 29 მაისს უკვე სხვა დარბაზში ჩაინიშნა, რადგან დღევანდელი ხდომა აქციისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა და მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ხელს უშლის პროცესს. ხდომას ესწრებოდნენ გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები და ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი. როდესაც უშუალოდ ჩემს წინაშე ხდება გამოსცემის შესაძლებელი პირის წარმოდგენა, ხდება მოკლე ანალიზის შეკრება, ასე ვთქვათ, ვეკითხებით უშუალოდ საქმის გარემოებას. შესაძლებლობის გადმოცემით 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ერთმა ქალბატონმა სახლის არეში დააკრა გაშლილი ხელი. ეს უშუალოდ რაც შესაძლებლობა პირმა მე გადმომცა პირად. სიცოცხლის ეს არის დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების აიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად გაიცა შესაბამისი დასკვნა. ის არის, მაგრამ მათ შედოთ რა ადგილას ჰქონდა მზიეს დაზიანება ხარს უბრალოდ. Იბალტონო, მარცხენა მხრის წინა გარეთაც დაპირდეს შუა და ქვედა მესამედებში. აი ხელზე მომაჩვენე? კი. აი ხელზე? იბალტონო. ხრის ვიდამო. მარცხენა მხრის შუა და ქვედა მესამედები, ანუ შუა და ქვედა მესამედები დაახლოებით წინა გარეთ. ანუ წინ ნიშნავს, რომ ეს ზედაპირი და ოდნავ გარეთ ზედაპირი. დასკვნაში წერს, რომ ბატონ დგებუაძეს არაფერი არ აღენიშნება, ეს ისედაც ვიცოდით. დაადასტურა, რომ გაწითლებაც ეს არ არის, ასე ვთქვათ, დაზიანება ვერ მიაკუთვნებს ვერაფერს. თავარი რამ რა თქვა ექსპერტმა, იცით, რომ ბატონი დგებუაძის ჩვენება განმარტება ტკივილთან დაკავშირებით შეიძლება იყოს სიმულირებული. ექსპერტმა თქვა, რომ აბსოლუტურად 100% შეიძლება იყოს სიმულირებული, როგორც იმ ნაწილში რომ ლოყა ეთქინა, როგორც იმ ნაწილში რომ ყური ეთქინა. ანუ გამოდის ჩვენ მხოლოდ ბატონი დგებუაძის კეთილსინდისიერების იმედზე ვარ. მან ექსპერტიზა ჩაუტარა როგორც დაზარალებულს ირაკლი დგებუაძის, ასევე ბრალდებულს ქალბატონ ზეამაღლობელს. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის. რაც შეეხება მოწმეებს, დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარემ შეამცირა დასაწყისპირთა მოცულობა. ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია სხვა არაერთი პირის ჩვენებით, მათ შორის ვიდეო ჩანაწერებითაც, ის მოწმეები, რომლებიც იგივე ფაქტობრივი გარემოებებს ადასტურებენ თავიანთ გამოკითხვის ოქმებში, ბრალდების მხარე აღარ დაკითხავს ამ მოწმეებს და შესაბამისად ამით ხელს შეუწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში.